12 მაისს ქარელის რაიონის სოფელ აბანოში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელიც ბაგრატიონთა ინიციატივით აშენდა, საზეიმო წირვალოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ეძღებოდა. თუმცა ეკლესიის სტუმართა ამალა მხოლოდ სასულიერო პირთა სიმრავლით არ გამოირჩეოდა. იმ დროს ღვთისმშობლის ეკლესიაში თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ და საქართველოს სასაზღვრო ჯარების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვალერი ჩხეიძემაც დაანთეს სანთლები, რაც შეეხება თავად ეკლესიას. მისი აშენების იდეა 1996 წლის 21 სექტემბერს დაიბადა. ეკლესია რამდენიმე წელს შენდებოდა და 1998 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. თუმცა ეს დრო ქალბატონი ნანა ბაგრატიონისათვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. ეკლესია კარგახან შენდებოდა, იცით, დავით ხანის არ იყო, მიუხედავად იმისა, გურამ ქაშაყაშვილი ძალიან დამეხმარა, ცემენტი ყველაფერი იყო, მაგრამ ცოტა გაჭირდა საკითხი რაში, იცით, მე ჩამოვიყვანე ხელოსნები, მინდოდა მათ აეშენებიათ ეს. აქაურებმა თქვეს, არა, ჩვენ უნდა ავაშენოთ ეს აუცილებლად და რახან ასე დადგა, მე ისე აღარ გაჩნდა საქმე, რომ გინდა თუ არა ისე ყოფილიყო და ცოტა გაჭიარულა მაგრამ. ეკლესიის აშენების იდეა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს გაჩნდა. სწორედ ამის გამო იგი ღვთისმშობლის სახელს ატარებს.